პოლიტიკის მეცნიერება ძალიან ისეთი დარგი არის, დიდი დარგია, ბევრი მომიჯნავე მეცნიერება აქვს, ბევრ დარგთან ნათესაობს, ბევრი ჰიბრიდული, ასე ვთქვათ, მიმართულება ჩამოყალიბებულა პოლიტიკის მეცნიერებასა და სხვა დარგებს შორის კოოპერაციის საფუძველზე, მაგრამ არც ერთი სერიოზული პოლიტოლოგი პოლიტიკის მეცნიერების დიდ ქვედარგად არ მიიჩნევს გეოპოლიტიკას. იმიტომ რომ ეს გეოპოლიტიკური რაღაც მეცნიერება თუ დარგი არის რაღაც მე-19 საუკუნის წარმონაქმნი. მაშინ, როდესაც მთელი მსოფლიო დაფარული იყო ღია შიშველი იმპერიებით, რომლებიც იპყრობდნენ მეზობელ ქვეყნებს და ამ დაპყრობის საფუძველზე ქმნიდნენ ახალ სივრცეებს. და აი გეოპოლიტიკაც ეს დარგი ჩამოყალიბდა მაშინ მე-19 საუკუნეში გეოგრაფიას, სამხედრო მეცნიერებას და ცოტა ისტორიასა და ფილოსოფიას შორის, აი მათ ზღვარზე. და ეს გეოპოლიტიკოსები აცხადებდნენ, რომ აი ჩვენი დარგის მთავარი კვლევის საგანია სივრცეების განაწილება, ტერიტორიების განაწილება, გავლენების განაწილება და რა კანონზომიერება ახლავს აი ამ განაწილებას. და რაც მთავარია გეოპოლიტიკური დარგის თუ ფსევდომეცნიერების მთავარი თეორეტიკოსები თავად იყვნენ გამორჩეული იმპერიალისტები, ხო? აი ხა ამ წუთას მახსენდება მე თქვათ ეს ჰელფორდ მაკინდერი, რომელიც იყო ესე ბრიტანელი იმპერიალისტი და გეოგრაფი და მას ეკუთვნის ის ცნობილი თეორია, რომ ვისაც ეკუთვნის ჰარტლენდი, იმას ეკუთვნის სოფლიო კუნძული, ვისაც ეკუთვნის სოფლიო კუნძული, იმას ეკუთვნის დედამიწა. ანუ ამ იდეებით შექმნილი რაღაც დარგი თუ ფსევდომეცნიერება, რომ ვის ეკუთვნის სოფლიო, ვინ დაისახუთრებს სამყაროს, ვინ იქნება ბატონი, ვინ გაანადგურებს პატარა ერებს და პატარა ქვეყნებს. და მეორე გეოპოლიტიკოსი ცნობილი, სანამ დუგინები და ვიღაც რუს დამპყრობლებამდე მივალთ და რუს ძერჟავნიკებამდე მივალთ, მახსენდება ეს კარლ ჰაუსოფერი, რუდოლფ ჰესის პროტეჟე და ადამიანი, რომელიც საუბრობდა ეგრეთ წოდებულ ლევენსღაუნის თეორიაზე, რომ გერმანია იხუტება პატარა სივრცეში, აღარ ყოფნის ეს ტერიტორია, რომელიც აქვს, მთელი მსოფლიო უკვე გადანაწილებულია სხვა იმპერიებს შორის და ეს გერმანიას თავისი სასიცოცხლო სივრცე უნდა გააფართოვოს და ძალიან პოპულარული მეცნიერი იყო ომის დაწყებამდე ნაცისტურ გერმანიაში და მათი, ასე ვთქვათ, მთავარი თეორეტიკოსი იყო. და საკვირველი ის არის, რომ ეს დარგი, ქვედარგი, რომელიც შეიქმნა მე-19 საუკუნეში, ჰქონდა ესეთი კონოტაცია და შინაარსი, დღესაც იმავე შინაარსით და იმავე კონოტაციით არის ძალიან პოპულარული საქართველოში. და ყველაფერი ამ ქვეყანაში ლამის იხსნება გეოპოლიტიკური მოცემულობებით და გეოპოლიტიკური თეორიებით, რაც თქვათ უამრავ თემას, უამრავ საკითხს განდევნის ხოლმე ჩვენი დღის წესრიგიდან, ან უამრავ თემას ხსნის ყალბი არგუმენტებით, ცდარი არგუმენტებით. ანუ გეოპოლიტიკა ჩვენს დღევანდელ რეალობაში ჩემი დამკვირვებით ამ ფორმით არის შემოჭრილი, რომ როგორმე სხვა თემები გადაფაროს, როგორმე ყველაფერი ახსნას რაღაცა სივრცითი და სოფლიოში ტერიტორიების გადანაწილების არგუმენტით და ფაქტორით. და მგონი აი ეს მიდგომა, ეს ვითარება იმსახურებს კრიტიკას. და ჩვენ მე იცით ერთი შეკითხვა მაწუხებს ძალიან აი ჩვენს რეალობასთან რომ დავაკავშიროთ ეს მსჯელობა. აი ქართული ოცნება. და ქართული ოცნების ხელისუფლება, რომელმაც თავის იდეოლოგიად გამოაცხადა ლამის ეს სუვერენიტეტი. და სუვერენიტეტზე მსჯელობს, ესე იგი, დაენიადაქ და ეს არის მისი მთავარი არგუმენტი და ასე შემდეგ. მეორე მხრივ, იგი უარს არ ამბობს აი ამ მეთოდზე, მიდგომაზე, ფსევდომეცნიერებაზე, როგორც გეოპოლიტიკა გახლავთ. და საუბრობს აი ამ დიდი ქვეყნების შეჯახებაზე და დიდ დაპირისპირებაზე მსოფლიოს სხვადასხვა პოლუსებს შორის. ეს ერთმანეთთან რამდენად თავსებადია. აი ესა ჩემი შეკითხვა. ერთის მხრივ აღიარებდე მიდგომას, რომლის მიხედვითაც პატარა ქვეყანა არაფერს არ ნიშნავს, არაფერი არ შეუძლია და უნდა დაელოდოს როგორ გადანაწილდება მთელი სამყარო და მხოლოდ ამის შემდეგ გააკეთოს არჩევანი. ანუ მიდგომას აღიარებს ხელისუფლება, რომლის მიხედვითაც ჩვენი ქვეყანა, თქვათ, სუბიექტი არ არის, არაფერს არ წარმოადგენს, არ მოქმედებს და მეორე მხრივ საუბრობს სუვერენიტეტზე
დამოუკიდებლობაზე და რაღაც რომ ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელიც ვიღაცებს არ ემორჩილება და თავის ნებით ხალხის სასარგებლოდ წვეთს რაღაცებს. აი ეს არ მოდის ერთმანეთთან კოლიზიაში, თან აღიარებდე იმას, რომ არაფერს არ წარმოადგენ და თან საუბრობდე იმაზე, რომ სუვერენულ რაღაცა პოლიტიკას და დემოკრატიას აშენებ აქ. ხო თქვენ თავარი თქვით. ხო საქართველოშიც მემარცხენეები სოციალ-დემოკრატიული მოძრაობაც ევროინტეგრაციის მომხრე ძალაა და ჯგუფია. უბრალოდ ჩვენ განსხვავებული შინაარსით ვტვირთავთ ევროინტეგრაციის იდეას და რა არის ეს განსხვავებული იდეა? განსხვავებული იდეა არის ის, რომ ჩვენ არ გვინდა მხოლოდ მიკედლება რომელიმე ცენტრთან. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ჯერჯერობით მაინც ამ არეულ მსოფლიოში ევროკავშირი გვთავაზობს ჩარჩოს, სადაც ჩვენ შეიძლება სუბიექტად დარჩე. შენ შეიძლება სხვასთან კოალიციაში, სხვა პატარა ქვეყნებთან ალიანსში, სხვებთან თანამშრომლობით, ან საერთაშორისო მოძრაობებთან თანამშრომლობით, შენი ინტერესი გაიტანო, დაიცვა ეს შენი ინტერესი, იყო სუბიექტი, არ იყო დაქვემდებარებული, ჩართული იყო საერთაშორისო თანამშრომლობაში და არა რაღაც სუბორდინაციულ და დაქვემდებარებულ სისტემებში. აი, აქ ხედავთ ჩვენ ამის შესაძლებლობას და ამ შინაარსით ვტვირთავთ, ერთ-ერთი ეს შინაარსია, ამ შინაარსით ვტვირთავთ ევროინტეგრაციას და კიდევ სხვა შინაარსებითაც, ხო ის თქვა 70-იანი წლების არგუმენტი, რომ აი კეთილდღეობის სახელმწიფო და ასე შემდეგ. ეს არგუმენტების რიგიც არის, სხვა არგუმენტებიც არის, მაგრამ აი გეოპოლიტიკასთან მიმართებით თავარი არგუმენტი მგონია ეს არის, რომ იქ შენი ხმა ისმის რთულად, ძნელად, მრავალი წინააღმდეგობით, მრავალი თქვათ სისტემა გიპირისპირდება იმ დროს, მაგრამ მაინც ისმის ხმა და მაინც ხარ აქტორი, მოთამაშე, რაღაც დონეზე გითვალისწინებენ და სხვა სისტემები, თქვათ რომლებიც ჩვენს ირგვლივ არიან და ჩვენს დაპყრობას და განადგურებას ითვალისწინებენ, არა თუ რაღაც მეზობელ პატარა სახელმწიფოებს, არამედ საკუთარ მოქალაქეებს და უდიდეს სოციალურ ჯგუფებს, რომლებიც თავიანთ ქვეყნებში არსებობენ, იმათ არ აძლევენ გასახანს და ელემენტარული, ასე ვთქვათ, ელემენტარულად აზრის გამოთქმის ამ პოლიტიკური მოქმედების შესაძლებლობას. აი კიდე რას ტოვებს ყურადღების მიღმა გეოპოლიტიკური მიდგომა? ხომ? აი მაგალითად დღემდე პოპულარულია საქართველოში იმ დღეს ერთ-ერთ ძალიან ცნობილ და სხვათა შორის განათლებულ ქართველ პოლიტიკოს უსმინეს ძალიან იშვიათობა, ხო იცით და ის გამოდიოდა და მე ფუკუიამისტი არა ვარ, მე უფრო ანტიქტონის მხარეზე ვარ. ამბობს ამას ადამიანი 2025 წელია ხო კალენდარზე მგონი. ანუ ნახეთ ეს მიდგომები, რომელიც 90-იან წლებში წარმოიქმნა და მილიონჯერ გადაისინჯა თავად ამ თეორიების ავტორთა მიერ. დღეს საქართველოში ისევ არგუმენტად ფასობს. და დღეს კიდევ არგუმენტად იყენებენ, თქვათ იგივე ეს ცივილიზაციათა ჯახის მიდგომა, რომელსაც უამრავი ნაკლი აქვს, დაწყებული იმით, რომ მხოლოდ რელიგიურ და კულტურულ ფაქტორებზე ამახვილებს ყურადღებას და არაფერს არ ამბობს, თქვათ სოციალურ, ეკონომიკურ ფაქტორებზე, სხვა მახასიათებლებზე, რომელიც ამა თუ იმ კონტინენტზე მცხოვრებ ადამიანებს აქვს ნაკლი ის, რომ თქვათ არანაირ ემპირიულ გამოკვლევას არ ეფუძნება და არის მხოლოდ თეორია და დასაბუთებული არ არის არანაირი ემითი რა ქვია მოპოვებული მასალით ხო აქ ნაკლოვანება იმის რომ თვითონ ერთ კონტინენტზე ან ერთ სივრცეში მცხოვრებ ხალხებს შორის ან ერთი რელიგიის ან ერთი კულტურის მქონე ხალხებს შორის შიგნით ურთიერთობებს აითვალისწინებს მათ შორის კონფლიქტებს მათ შორის დაძაბულობას ისტორიულ კონტექსტს არაფერს ყურადღებას არ აქცევს ქვეყნების სხვადასხვა რესურსების ქვეყნებს რო სხვადასხვა რესურსები არ აქვს და ამას ყურადღებას არ აქცევს და ნუ აღარ გავაგრძელებთ რა უამრავი ნაკლი აქვს აი ამ რაღაც თეორიას რომელიც 30-35 წლის წინ იყო აქტუალური და დღესაც დღის წესრიგში რჩება ჩვენი პოლიტიკოსებისთვის, ხო და ჩვენი მსჯელობებისთვის საქართველოში. და აი აქ ჩდება კითხვა, რას ემსახურება ეს? აი ამ მეგობრებო, მოდი შევაჯამოთ ჩვენი დღევანდელი მსჯელობა, აი მე სანამ დაიწყებოდა ჩვენი ეთერი, მანამდე ჩამოვწერე, ხაც ჩავინიშნე რაღაცეები და იმის მიხედვით
აი რაღაც პატარა დასკვნასავით ჩამოვაყალიბებთ და თუ რამე შემეშალა შემეწინააღთ ეგეთ და შევასწოროთ, ხო? აი ჩვენი მოძრაობის წევრთა დიდი ნაწილისთვის კატეგორიულად მიუღებელია ეს გეოპოლიტიკური მიდგომებით და გეოპოლიტიკური მეთოდით ყველა საკითხის განხილვა და გეოპოლიტიკური მიდგომისა და მეთოდის მიერ ჩვენი პოლიტიკური სივრცის და დისკურსის დაპყრობა. რატო? ჯერ ერთი იმიტომ, რომ ეს დისკურსი ყურადღების მიღმა ტოვებს მდგრადი განვითარების, სოციალური სამართლიანობის, მწვანე ეკონომიკის, გარიყული ჯგუფების ინტეგრაციის და სხვა იმ მნიშვნელოვან საკითხებს, რომლებზეც დგას ჩვენი მოძრაობა. მარტო ვსაუბრობთ გეოპოლიტიკაზე, სოციალ-ეკონომიკური საკითხები და სამართლიანობის საკითხები მეორე პლანზე ინაცვლებს. მეორე ეს მიდგომა ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია, იმიტომ რომ გეოპოლიტიკური მიდგომა გვთავაზობს, რომ ყველაფერი წინასწარ განსაზღვრულია, ყველაფერს მხოლოდ დიდი აქტორები წყვეტენ და შენ სუბიექტი არ ხარ, პატარა ქვეყანა სუბიექტს არ წარმოადგენს და შენს მაგივრად სხვები გადაწყვეტენ და სხვების გადაწყვეტილებების საფუძველზე უნდა გეგმავდე შენს ცხოვრებას მხოლოდ. ამას გვეუბნება ჩვენ გეოპოლიტიკური მიდგომა, რაც ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია და პირიქით ჩვენ ვიცით, რომ არსებობს სოფლიო პოლიტიკა, არსებობს ომები, არსებობს დიდი აქტორები და ასე შემდეგ, ვიცით, რომ ჩვენ ცოტა რესურსები გვაქვს, მაგრამ გგონია, რომ ამ ვითარებაში შესაძლებელია, რომ ვიყოთ სუბიექტი, თუ შესაბამისი მოკავშირეები გვეყოლება, შესაბამის პოლიტიკას გავატარებთ და ასე შემდეგ. ანუ მცირე ერად ყოფნა არ ნიშნავს მაინც და მაინც იმას, რომ უნდა იყო დაქვემდებარებული, არანაირ როლს არ უნდა ასრულებდე, არანაირ ფუნქციას უნდა არ ასრულებდე და მხოლოდ სხვისი მოიმედე იყო, ხო? ასე არ უყურებთ ჩვენ ამ სოფლიოში თუნდაც ჩვენი რესურსების ქვეყნის და სხვა ქვეყნების და სხვა ძალების, ასე ვთქვათ, მომავალს და მდგომარეობას. გეოპოლიტიკური მიდგომა ასევე ვთქვათ, კატეგორიულად მიუღებელია ჩვენთვის, იმიტომ რომ ვერ ხედავს ხალხს. ქვეყნის შიგნით მიმდინარე მოვლენებს, ხო? აი დიდი საჭადრაკო დაფა და იქ სადღაც დგას პაიკი. ხო, ჯერ ეს პაიკებად და პრივილეგირებულ და არაპრივილეგირებულ ფიგურებად დაყოფა ცალკე თემა, მაგრამ ჩვენ არა ვართ მონოლითური ერთობა, ხო, საზოგადოება არსებობს, დემოკრატია არსებობს, მიდის სხვადასხვა ბრძოლები, თვითონ საზოგადოების შიგნით არის სხვადასხვა ხედვები, გეოპოლიტიკური მიდგომა ამას საერთოდ არ ხედავს და რაღაც მონოლითურ ერთობად წარმოგიდგენს შენ. და რაც მთავარია, ხომ, ძალიან მნიშვნელოვანია, რაც თქვენ არაერთგზით აღნიშნეთ, რომ გეოპოლიტიკური მიდგომა საუბრობს მხოლოდ აი იმ 19 საუკუნის კატეგორიებით, რომ არის მარტო დიდი ქვეყნები, პატარა ქვეყნები, გავლენები და ასე შემდეგ. და ჩვენ, როგორც თქვენ აღნიშნეთ, აქ ცხოვრობთ აი ამ ნეოლიბერალიზმის პირობებში, ეკონომიკური გლობალიზაციის პირობებში, არსებობენ ეს ტრანსნაციონალური კორპორაციები, ხშირად ბევრ ქვეყანაზე მეტ ფუნქციას ასრულებენ ისინი და ბევრ ქვეყანას აუბედურებენ და ამ გეოპოლიტიკური მიდგომის მიხედვით ესეთი აქტორები საერთოდ არ ჩანან. ამსეთი აქტორების მნიშვნელობა საერთოდ არ გამოიკვეთება ხოლმე და დავიწყებულები არიან ისინი, მაგათი საგადასახადო სამოთხეები, მაგათი სხვა ტიპის გავლენები და ასე შემდეგ. და რაც მთავარია, გიორგი აღნიშნა ის, რომ ჩვენ არ ვამბობთ, რომ ესე იგი საერთაშორისო თანამშრომლობისთვის ველი არ არსებობს. პირიქით, უამრავი პრობლემაა ჩვენს წინაშე, ხო? სიღარიბე, რესურსების არადანაბარი განაწილება, გლობალური უსამართლობა, კლიმატის ცვლილება და ამ მიმართულებით საჭირო არის თანამშრომლობა სხვადასხვა ერებს, ქვეყნებს, ერთეულებს შორის, რომლებიც საერთაშორისო პოლიტიკაში არსებობენ და დიახ ამ თანამშრომლობას ჩვენ მხარს უჭერთ და მივესალმებით, მაგრამ ეს თანამშრომლობა უნდა იყოს თანამშრომლობა და არა დაქვემდებარება რომელიმე სხვა იმპერიის ან ცენტრის ინტერესებს, ანუ თანამშრომლობა ამ კოლონიალისტური შინაარსის და მიდგომების და მისწრაფებების გარეშე. ასე რომ ყველაფერს ვაღიარებთ, ყველაფერს ვხედავთ, უბრალოდ სხვა მიდგომა გვაქვს ჩვენ და მოუწოდებთ კიდეც ჩვენს მეგობრებს, ჩვენს პარტნიორებს, რომ მხოლოდ აი ამ გეოპოლიტიკურ პრიზმაში არ შევხედოთ ხოლმე საკითხებს და დავინახოთ ის უფრო ფართოდ და უფრო სხვა კონტექსტში.